მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ისაუბრეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს. არ ვიცი, ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებს, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნანუკას ფონდის დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას. მისი თქმით, ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. მისივე თქმით, გარედან არის მცდელობა მოაწყონ დესტაბილიზაცია. გასაგებია თუ რატომ არის პრობლემა ალეკოსნაირი ადამიანები ამ მშიშარა და პარანოიკული ბანდისთვის. ალეკო ცქიტიშვილის მიმართ მოპყრობა გაუგონარი და წარმოუდგენელია. ამის შესახებ კოალიცია ხალხისთვის ძლიერის საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ალეკო ცქიტიშვილი არის ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის საქართველოში ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ. პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდებოდა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით მიმდინარე საპარლამენტო კვირაში პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. მისივე თქმით, ქართული ოცნება ვალდებულია ისე დახვეწოს კანონმდებლობა, რომ დამნაშავედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიის სატელიტებმა ან კონკრეტულმა პირებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. ასევე მამუკა მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივნისამდე გაუგრძელდება, როგორც ეს კომისიის თავმჯდომარემ მოითხოვა. პარტია გახარია საქართველოსთვის საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. პარტია ამჯერად განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული სექტორიდან პროფესიონალთა წმენდა სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაიწყო. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შეჩერების გეგმა, განათლების სისტემის 1000-ზე მეტმა თანამშრომელმა კონსტიტუციის 78 მუხზე დაფუძნებული პეტიციას მოაწერა ხელი. ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების სივრცე, ექცევა რეჟიმის ხელში და მასობრივად ტარდება რეორგანიზაცია. კვალიფიციურ კადრებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ როგორც სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ატაშესთან ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ASHIS-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ატაშემ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, სუსის უფროსის მოადგილე გელა გელაძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი ბაჩამ გელაძე და FBI-ის ატაშეს მოადგილე სემუელ ჰენსკი. ნათქვამია ინფორმაციაში. პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ბიუროს მუშაობის ვადის კიდევ ერთი თვით 5 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს. აღნიშნული შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თია წულუკიანმა სხდომაზე განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რეგლამენტის გათვალისწინებით კომისიამ პლენარულ სხდომაზე უნდა წარადგინოს ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ დღევანდელი დღის ჩათვლით. წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნის პროექტის წერა ამჟამად უკვე მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია. პირველ რიგში წამება არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ახსნა განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მევიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ეს ქმედება იჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. Webster University თბილისის კამპუსმა აპრილის თვეში უმასპინძლა ინგლისური ენის ოლიმპიადას, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ოლიმპიადის ფორმატი ეროვნული გამოცდების სტანდარტების მიხედვით შემუშავდა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გამოეცადათ საკუთარი ცოდნა და უნარების სიმულაციურ გარემოში. მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა მწვანე სკოლის მოსწავლე მარიამ ქოჩიაშვილმა, რომელმაც დაიმსახურა გამარჯვებულის ტიტული და მიიღო მთავარი პრიზი 500 ლარის ოდენობით. Webster University თბილისი მუდმივად ახორციელებს მსგავს ინიციატივებს, რადგან საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება საქართველოში მისი მისიის ნაწილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით თბილისში 29 აპრილს ცივი ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-10 გრადუსით აფიქსირდება. 30 აპრილს და 1 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-23 გრადუსამდე დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი იქნება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ გსურს ომის დასრულება, მაგრამ ის უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული და გაეროს ქარტიაზე, საერთაშორისო სამართალსა და ყველა შესაბამის რეზოლუციაზე მტკიცედ დაფუძნებული. ასე ეხმაურება გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სტეფან დუჟარიკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სამდღიანი ზავის გამოცხადებას. მისი თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და მოიცავდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. ამასთან გაეროს გენერალური მდივნის პრესპიკერის განმარტებით, გაერო აფასებს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას. ჩვენ ვაფასებთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის დასრულებას ჩვენი პოზიციის შესაბამისად, რომელიც ბევრჯერ გაცხადებულა, აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა. დემოკრატმა კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრმა შრი თანედერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა. პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარუადგინა. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს ის ამერიკისთვის არ იბრძვის, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის. განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა. ცნობისთვის, თანედერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ულოცავ მარკ კარნის და ლიბერალურ პარტიას არჩევნებში გამარჯვებას. ევროპასა და კანადას შორის კავშირი ძლიერია და სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე დიდი შვიდეულის ფარგლებში. დავიცავთ ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ მრავალმხრივობას და დავიცავთ თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას. წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა. ამასთან ჯერჯერობით უცნობია მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება. რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 100 დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილებში 37 რუსული დრონი ჩამოაგდეს. ამასთან რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა. უარყოფითი შედეგების გარეშე რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქები დაზარალდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს დაიცარის, შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.